მოგმართა მოქალაქე რამაზ შავაძემ, რომელმაც შეგვატყობინა, რომ მის ცხოველს ჰქონდა რაღაც ცოფის ნიშნები. ეს ძაღლი უნდა დაგვეყენებინა კარანტინზე, რაც შეუძლებელი გახდა, გამოიძახეს ძაღლსაჭერი თვითონ მოქალაქემ გამოიძახა და მათი მეშვეობით მოხდა ის, რომ ეს ძაღლი როგორღაც დაიჭირეს. შეუძლებელი იყო ამ ძაღლზე დაკვირვება და თვითონ პატრონმა მოკლენ, რომ ვერანაირად ვერ შესძლეს, რომ ეს ძაღლი დაემწყდია 10 დღე კარანტინის დაკვირვების ქვეშ. რომ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, იმ დღესვე ამ ძაღლს მოვკვეთეთ თავი და ჩავიტანე ვაშეშურის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, გამოსაკვლევად სოფზე, სადაც დადგინდა სოფი. იყო სოფლის რისკის ექსპოზიცია ადამიანებში, მოხდა მათი ვაქცინაცია, რამოდენიმე კაცის, თუ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი 7 კაცის ვაქცინაცია მოხდა და ჩაიტარებენ, როგორც სოფლის რისკის ექსპოზიცია დაფიქსირდა ეს შემთხვევა ისე, ჩაიტარებენ ესენი ვაქცინაციის სრულ კურსს. ამას გადაწყვეტს ექიმი რადიოლოგი და სავარაუდოდ